დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. კერატიტი არის რქოვანას ანთება, თვალის გამჭვირვალე გარსის, რომელიც ფარავს ირისსა და გუგას. ეს მდგომარეობა შეიძლება იყოს მტკივნეული და გამოიწვიოს მხედველობის პრობლემები, თუ დროულად არ იმკურნალებთ. მოდით, განვიხილოთ კერატიტის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მისი მიზეზები, სიმპტომები, დიაგნოსტიკა, მკურნალობის მეთოდები და საშუალებები, ასევე სამკურნალო მედიკამენტების ჩამონათვალი და რჩევები. კერატიტის მიზეზები. კერატიტის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია და შეიძლება მოიცავდეს ინფექციებს, ტრავმებს და სხვა ფაქტორებს. ინფექციური კერატიტი. ბაქტერიული კერატიტი გამოწვეულია ბაქტერიებით, როგორიცაა სტაფილოკოკუს აურეუსი, ფსევდომონას აერუგინოსა და სხვა. ბაქტერიული კერატიტი ხშირად ვითარდება კონტაქტური ლინზების არასათანადო მოვლის ან თვალის ტრავმის შედეგად. ვირუსული კერატიტი გამოწვეულია ვირუსებით, როგორიცაა ჰერპეს სიმპლექსის ვირუსი, ვარიცელა ზოსტერის ვირუსი და ადენოვირუსები. ჰერპესული კერატიტი არის ვირუსული კერატიტის ყველაზე გავრცელებული ფორმა. სოკოვანი კერატიტი გამოწვეულია სოკოებით, როგორიცაა ფუსარიუმი, აპერგილუსი და კანდიდა. სოკოვანი კერატიტი უფრო ხშირია ტროპიკულ რეგიონებში და იმ ადამიანებში, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს, განსაკუთრებით მცენარეულ მასალასთან კონტაქტის შემდეგ. პროტოზოული კერატიტი გამოწვეულია პროტოზოებით, აკანტამება კერატიტი ხშირად გვხვდება კონტაქტური ლინზების მომხმარებლებში, რომლებიც არ იცავენ ლინზების მოვლის წესებს. არაინფექციური კერატიტი. ტრავმული კერატიტი, თვალის დაზიანება, როგორიცაა რქოვანას ნაკაწრი, უცხო სხეულის მოხვედრა, შეიძლება გამოიწვიოს კერატიტი. მშრალი თვალის სინდრომი, თვალის ზედაპირის არასაკმარისი დატენიანება იწვევს რქოვანას გაღიზიანებას და ანთებას. ალერგიული კერატიტი, თვალის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სეზონური ალერგიები, შეიძლება გამოიწვიოს კერატიტი. ავტოიმუნური დაავადებები, ზოგიერთმა ავტოიმუნურმა დაავადებამ, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი და ლუპუსი, შეიძლება გამოიწვიოს კერატიტი. ულტრაისფერი გამოსხივება, მზის პირდაპირმა ან ხელოვნურმა ულტრაისფერმა სხივებმა შეიძლება გამოიწვიოს კერატიტი, განსაკუთრებით თუ თვალები არ არის სათანადოდ დაცული. კერატიტის სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს მიზეზის მიხედვით, მაგრამ ზოგადი სიმპტომები მოიცავს. თვალის ტკივილი, შეიძლება იყოს მსუბუქი ან ძლიერი, თვალის წვა ან ჩხვლეტის შეგრძნება. სიცითლე, თვალის სიცითლე და სისხლძარღვების გაფართოება. ხედველობის დაბინდვა ან გაურკვევლობა. სინათლის მიმართ მგრძნობელობა, ფოტოფობია, თვალების მგრძნობელობა სინათლის მიმართ, რაც იწვევს დისკომფორტს. ცრემლდენა, ჭარბი ცრემლდენა და თვალის სიმშრალის შეგრძნება. თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, თვალში ქვიშის ან უცხო სხეულის შეგრძნება. გამონადენი თვალიდან, შეიძლება იყოს ჩირქოვანი ან ლორწოვანი გამონადენი. ქუთუთოების შეშუპება და გაწითლება. კერატიტის დიაგნოსტიკა მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს. თვალის გამოკვლევა, ოფთალმოლოგი ატარებს თვალის დეტალურ გამოკვლევას, რათა შეაფასოს რქოვანას მდგომარეობა და გამოავლინოს ანთების ნიშნები. სამედიცინო ისტორიის შეგროვება, ექიმი იკვლევს პაციენტის სამედიცინო ისტორიას, მათ შორის კონტაქტური ლინზების გამოყენებას, თვალის დაზიანებებს და სხვა რისკ ფაქტორებს. ფლუორესცეინის ტესტი, თვალში სპეციალური საღებავის ჩაწვეთება, რაც ხელს უწყობს რქოვანას დაზიანებების გამოვლენას. ბიომიკროსკოპია, სპეციალური მიკროსკოპის გამოყენება რქოვანას დეტალური შესწავლისთვის. ნაცხის ანალიზი, თუ ეჭვია ინფექციაზე, ექიმმა შეიძლება აიღოს ნაცხი რქოვანიდან, რათა დაადგინოს გამომწვევი მიკროორგანიზმი. კულტურული გამოკვლევა, ნაცხის კულტურის დათესვა ლაბორატორიაში, რათა იდენტიფიცირდეს ინფექციის გამომწვევი ბაქტერია, ვირუსი ან სოკო. კერატიტის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე და შეიძლება მოიცავდეს შემდეგ მეთოდებს. ინფექციური კერატიტის მკურნალობა. ბაქტერიული კერატიტი, ანტიბიოტიკების თვალისწვეთები ან მალამოები, როგორიცაა ციპროფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი, გენტამიცინი ან ტობრამიცინი. მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ანტიბიოტიკების ინექციები ან პერორალური მიღება. ვირუსული კერატიტი, ანტივირუსული თვალისწვეთები ან მალამოები, როგორიცაა აციკლოვირი, განციკლოვირი ან ფამციკლოვირი. მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ანტივირუსული პრეპარატების პერორალური მიღება. სოკოვანი კერატიტი, ანტიმიკოზური თვალისწვეთები ან მალამოები, როგორიცაა ნატამიცინი, ამფოტერიცინი ან ვორიკონაზოლი.
მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ანტიმიკოზური პრეპარატების პერორალური ან ინტრავენური მიღება. პროტოზოული კერატიტი, ანტიპროტოზოული თვალისწვეთები, როგორიცაა ქლორჰექსიდინი ან პოლიჰექსამეთილებიგუანიდი. მკურნალობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი და რთული. არაინფექციური კერატიტის მკურნალობა. მშრალი თვალის სინდრომი, ხელოვნური ცრემლისწვეთები, თვალის დამატენიანებელი მალამოები, უნქტუალური ობსტრუქცია, ცრემლის სადინარების დროებითი ან მუდმივი დახურვა და სხვა პროცედურები. ალერგიული კერატიტი, ანტიჰისტამინური თვალისწვეთები, მასტუჯრედების სტაბილიზატორები ან კორტიკოსტეროიდული თვალისწვეთები. ტრავმული კერატიტი, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, თვალის დასვენება, ანტიბიოტიკების თვალისწვეთები ინფექციის თავიდან ასაცილებლად. ულტრაისფერი გამოსხივების შედეგად გამოწვეული კერატიტი, ცივი კომპრესები, ტკივილგამაყუჩებლები და თვალის დამცავი საშუალებები. ზოგადი რეკომენდაციები. კონტაქტური ლინზების დროებითი შეწყვეტა. კერატიტის დროს კონტაქტური ლინზების ტარება უნდა შეწყდეს, სანამ თვალი არ განიკურნება. თვალის დასვენება, მოერიდეთ თვალის გადაღლას და მიეცით მას დასვენების საშუალება. თბილი კომპრესები შეიძლება დაეხმაროს თვალის ტკივილის შემცირებას. დამცავი სათვალეები, მზის და ქარის ზემოქმედებისგან თავის დასაცავად გამოიყენეთ დამცავი სათვალეები. სამკურნალო მედიკამენტებისა და საშუალებების ჩამონათვალი. ანტიბიოტიკები, თვალისწვეთები, მალამოები. ციპროფლოქსაცინი, უფლოქსაცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი, ხლორამფენიკოლი. ანტივირუსული საშუალებები, თვალისწვეთები, მალამოები. აციკლოვირი, განციკლოვირი, ფამციკლოვირი. ანტიმიკოზური საშუალებები, თვალისწვეთები, მალამოები. ნატამიცინი. ამფოტერიცინი B. ვორიკონაზოლი. ანტიპროტოზოული საშუალებები, თვალისწვეთები. ქლორჰექსიდინი. პოლიჰექსამეთილებიგუანიდი. ხელოვნური ცრემლი, თვალისწვეთები. კარბოქსიმეთილცელულოზა. ჰიალურონის მჟავა. პოლივინილის სპირტი. კორტიკოსტეროიდული თვალისწვეთები. პრედნიზოლონი. დექსამეტაზონი. ანტიჰისტამინური თვალისწვეთები. აზელასტინი. ოლაპატადინი. მასტუჯრედების სტაბილიზატორები, თვალისწვეთები. ნედოკრომილი. ლოდოქსამიდი. რჩევები კერატიტის თავიდან ასაცილებლად. დაიცავით ჰიგიენა, დაიბანეთ ხელები ხშირად, განსაკუთრებით კონტაქტურ ლინზებთან მუშაობისას. სათანადოდ მოუარეთ კონტაქტურ ლინზებს, გამოიყენეთ სპეციალური ხსნარები, არ გამოიყენოთ ონკანის წყალი, შეცვალეთ ლინზები რეგულარულად. მოერიდეთ თვალის ტრავმებს, გამოიყენეთ დამცავი სათვალეების სამუშაო ან სპორტის დროს. დაიცავით თვალები მზისგან, ატარეთ მზის სათვალეები ულტრაისფერი გამოსხივებისგან დასაცავად. გაიარეთ რეგულარული თვალის შემოწმება, რეგულარულად მიმართეთ ოფთალმოლოგს თვალის პრობლემების დროული გამოვლენისთვის. მოერიდეთ თვალის ზედმეტად გაშრობას, გამოიყენეთ ხელოვნური ცრემლისწვეთები მშრალი თვალის სინდრომის თავიდან ასაცილებლად. კერატიტი სერიოზული მდგომარეობაა, რომელსაც დროული და სწორი მკურნალობა სჭირდება. თუ თქვენ გაქვთ თვალის პრობლემები, მიმართეთ ოფთალმოლოგს დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. თვითმკურნალობა არ არის რეკომენდებული, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გართულებები და მხედველობის დაკარგვა. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.